მართლა დაგდოს გაგახაროთ ყველანი ღვთის წყალობით ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს, ვაგრძელებთ შეხვედრებს მრევლთან, ვაგრძელებთ საუბარს ტაძარშიც, საფრთხის საკითხებზე და რა თქმა უნდა სახლის კურთხევისა და ჯანმრთელობისა და გზის გახსნის და ლაფრის ლოცვების დროსაც როგორც ტაძარში, ასევე რა თქმა უნდა ოჯახებშიც მივდივართ და ვაგრძელებთ ამ ლოცვებს, რომელსაც ძალიან დიდი ზალა აქვს. როდესაც დიდი ზალა აქვს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოვიდომოთ უფრო მეტი ვილოცოთ. მარხვაში იქნება ეს ხსნილში, განსაკუთრებით მარხვაში, რატომაც არა, მარხვაში უფრო მეტად უნდა მოვიდომოთ, უფრო მეტად, ვთქვათ, ყველა პრობლემები ყველას გვაქვს ხო? ყველაფერი გადასაჭრელია, ჩვენი, ასე ვთქვათ, სავედრებელია, ჩვენი მოსანანიებელია, ჩვენი საშრომია, ჩვენი საწვალებელია სამწუხაროდ, მაგრამ ყოველთვის ის ვალება, შრომა, ტანჯვა, ჯვარბირთულობა, სიმძიმე, დაცემა, წამოდგომა, ეს ხო შრომა არ ძალისხმევა ხო უნდა მას, რესურსი უნდა, ენერგია მიდის, მაგრამ ეს ჩვენ მარტო თავისთვის ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენი დამსახურება ვერც იქნება თუ რამე გამოვიდა. დამსახურება არის ნებისმიერ შემთხვევაში უფლის, ხო? ამიტომ ქრისტეს უნდა ვევედროთ, რომ და ბევრი უნდა ვილოცოთ, როგორც ხსნილში და ასევე როგორც ახლა მარხვა, მაგალითად მარხვაშიც უფრო გავაძლიეროთ, ფაქტიურად ეს ისედაც ცხადია, ხო, რომ მარხვაში უფრო რაღაც მეტად უნდა მოვინდომოთ. სხვათა შორის, მარხვაში პრობლემები უფრო ადვილად გადასაჭრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს თვითონ მარხვა გონია პრობლემა მარხვა კი არა, ჭამა არ ჭამა კი არის. პრობლემა არის ის ბრძოლები, ხილული და განსაკუთრებით უხილავი, რაც ხსნილში არც ხსნილში არ არის სიმსუბუქე და არც ხსნილში არ არის ეს პრობლემა, სადაც გავხსნათ ეს პრობლემა. პირიქით, უფრო თავში ჩემს ხოლმე. ხო, როცა მარხვა თავდება, განსაკუთრებით მაშინ იმ ხსნილის უნდა გეშინდეს. მაგრამ ეს სხვა თემაა. მაგრამ მარხვაში უფრო იკვეთება, უფრო კარგად ჩანს და უფრო კონტურები ჩვენი სულიერი ჯვარბირთულობისა და ჩვენი სულიერი, ასე ვთქვათ, გადასალახი მთავარი საკითხებისა უფრო ნათელ, მკვეთრ და ისეთ მონუმენტურ ფორმას იღებს, რომლებიც რადგანაც გაცნობიერებული და დანახული და გაცნობიერებულ შენიშვნული უფრო ადვილად დასაფიქსირებელია. დაფიქსირებული თუ არის კონცენტრაცია მათზე უფრო ადვილია და ლოცვით ივედრება უფრო ეფექტურია. იმიტომ რომ თუ ადამიანმა არ გააცნობიერა და ცოდვას ცოდვა არ უწოდა, პრობლემას პრობლემა არ უწოდა, საერთოდ ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა, ესე დაუთქმეველი და გაუცნობიერება, ესე ვთქვათ, ბუნდოვან მდგომარეობაში დარჩება მისი, ესე ვთქვათ, ჯვარბირთულობის საკითხები, მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ამიტომ ყველა პრობლემა მეორე არის მით უმეტეს მარხვაში უფრო კარგად გამოკვეთადი ხდება და უფრო ამგვარად და ამ მხრივ თუ კი ადამიანი მოინდომებს ლოცვით, ღვაწლით, ღვთისმადლით, შრომით, მოზღვის რჩევით, დის ძმის დახმარებით, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დამდაბლებით, ღვთისადმი ნდობით, სიყვარულით, წმენით, ხო, იმედით, სასწროება, რომელიც ეს უფრო მაღალი დონის იმედია. აი ამით გადაჭრადი არის და უნდა გადავწყვეტ. ჩვენი გადასაჭრელი და ჩვენი ვთქვათ, სამუშაოებელია ეს ყველა. შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ და უნდა გამოვასწოროთ ისე, როგორც ღვთისნება ამას გვასწავლებს. და ამიტომ ვამბობ, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაში ნებეცა ქვეყანაზე ზედა. ყველა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენ პრინციპში. იმიტომ რომ თავისუფალი ნება მოგწო ღმერთმა. ერთ-ერთი ხატების, ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, ასპექტი, მთავარი საკითხი ადამიანში ღვთის ხატების ეს არის და თავისუფალი ნება, ხო? თავისუფალი ემბრევლი ხარ და ისე. თავისუფალი ნება არის მთავარი ადამიანში. ერთ-ერთი, უამრავი ხატებისა და მსგავსების უამრავი, ესე ვთქვათ, ხატება მოგვეწევა, მსგავსებას მივახციოთ, მაგრამ ეს ხატებაში უამრავი, ასე ვთქვათ, ვექტორია, უამრავი ბეჭედია, უამრავი რაღაცა რაკურსია შეიძლება ნახო, აი ესეთიც არის, რომ ერთ-ერთი მთავარი არის გონება, დაუშვათ, ინტელექტის უნარი, მეტყველების უნარი, შემოქმედების უნარი, მაგრამ კიდევ რა არის, რომ ღმერთმა რობოტად ხო არ შექმნა ადამიანი, ბიორობოტად, თავისუფალი ნება. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ, ანუ ჩვენს გადარჩენაში, ჩვენს მარხვის დაცვაში იქნება ეს თუ წირვაში, თუ ლოცვაში, თუ სინანულში, თუ თავის დამდაბლებაში, თუ მადლობაში, თუ ბოდიშში, თუ ასე შემდეგ, ჩვენ ვართ თავარი მონაწილე, ხო? ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და უნდა მივიღოთ თან სწორი და მართალი გადაწყვეტილება, რომელიც ღვთისნების პარალელური და თანახმადია. ამიტომ ამას გისურვებთ. ყოველთვის ეს ადამიანს მარტო არ შეუძლია. ზოგჯერ კი იღებს სწორი გადაწყვეტილებას, მაგრამ ხშირად გაორება ემართება. ამიტომ სულ უნდა ევედროს, ილოცოს, რომ
არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა ადამიანს ლოცვით, მარხვით, სახლის კურთხევით იქნება თუ ზიარებით თუ ამ შემდეგ ეს პასუხები ეძლევა იმ სულიერი განზომილებიდან თუ სულიერი არ ვიცი როგორც ტექსტიდან, რომელსაც უფალი აძლევს მას. ყოველთვის მინდა უსურო იმ ოჯახებს, რომელსაც ვაკურთხებთ, იმისა რომ არ დარჩეს ადგილი არ ჩვენს შინაგან სამყაროში, არ ჩვენს სახლში, არ ჩვენს სადაც დავდივართ და სადაც მოძრაობთ, არ დარჩეს ადგილი, სადაც არ იქნება უფლის მატყლი. არ დარჩეს უკურთხებელი ადგილი. ძალიან საშიშ დროში ვცხოვრობთ. ძალიან დამძიმებულია ცოდვები და გამრუდებული დრო და სივრცე, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ ყველა სადაც მოძრაობთ, სადაც დავდივართ, სადაც ვაზროვნებთ, სადაც მეტყველებთ, სადაც მოქმედებთ, ყველაფერი შეიძლება ყველაფერი ნაკურთხი არ იყოს, მაგრამ ვეცადოთ მაინც და მცდელობა უკვე სათნოებაა, რომ ყველაფერი იყოს განმართული, ნაკურთხი, მეტნაკლებად ღვთის საოცარი ჯვარის ძალით გადასახული და აღსებული და გახსნილი გზა, რომ ეს ყველაფერი რაც წაღმა წავიდეს, ისაც უკუღმა განიმართოს წაღმა წავიდეს, ისაც გამრუდებულია გასწორდეს და გზა გაიხსნას. იქ სადაც სულიერი ჟანგბადი აკლია და სულიერი შეწევნა აკლია, მეორე სუნთქვა გაეხსნას და ახალი სუნთქვა და ახალი ჟანგბადი მიეცეს. იქ სადაც დასურს და ძალა მიეცეს და ფერზე წამოდგეს დაწოლილი ადამიანი, წამოდგეს დაცემული ადამიანი აღსდგეს ისევ. და ესე არის, უფალი სასწაულებს ახდენს. ამიტომ ვეცადოთ ცდელობა უკვე სათნოება, რომ აი ჩვენმა ლოცვამ აშკარა შედეგები გამოიღოს. მე ამას არ ვამბობ, რომ მაინდა-მაინც უნდა გადავახდით რაღაცა მთებს და ტრამპლინები გავაკეთოთ, რაღაც უამრავი უზარმაზარი ნახტომი. მცირედ წინსვლა ეს უკვე დიდი ფაქტორია დღეს მერწმუნე. მცირედ წინსვლა და ეს მცირედ წინსვლა თუ რო იქნება, დაუცილებლად იქნება და არის, როცა ვილოცეთ. მაგრამ ამის აფიშირება არ არის საჭირო. მოძღვართან ან რაღაცა ერთ ადამიანთან რაღაც შეიძლება ძალიან ახლობი თქვა. არ უნდა აფიშირება, არ უნდა ესე, იმიტომ რომ მე შემდეგ იცის ხოლმე ასე მადლობა, რაცა გასვლა, არ ვიცი როგორ, მაგრამ გადის ხოლმე. და აცადე. დაუთმი ადგილი. აცადე მათს, რომ იფუნქციონიროს, იცირკულიროს, განმართოს თავისი გზა, გახსნას შენი გზა და თავისი მუშაობა აღასრულოს. ხო მიიღე, შეინარჩუნე და აცადე, რომ მან იმოძრაოს შენს შინაგან სამყაროში, შენს გარეგან სამყაროში. და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი არ აცლის, უკვე სანამ რაღაცა დაიწყო, კარგად წავიდა რაღაც, არ აცლის, გამოფენს ამას, ასე ვთქვათ, აფიშირებას გააკეთებს და თავს იბლოკავს. არ უნდა, არ არის ეს სულ. ეს კიდევ სხვა თემაა. მინდა დავლოცო, კლავ სულიერ ზრდა მინდა უსურო ამ ოჯახის წევრებს, ყველას მიცვაკუთხედ სიყვარულში, რწმენაში, შემეცნებაში ღვთისას, აიდებულად ღვთისას, სასწორებლად სული სააკეთებინოს ყველაფერი და დაცული იყოს ყოვლისა ბოროტისა. და მამაო ჩვენი შეგურცე და შემოყვანებს ჩვენ დასასრულს, არავინ მიიხსენებს ჩვენი ბოროტისა. ამინ. ყველას გლოცავ დიდი სიყვარულით. ამინ.